საღამოშვიდობისა პირდაპირ ეთერში მუშაობს საზოგადოებრივი არხის საინფორმაციო სამსახური. Დღეს დავარდნებსა და მოვლენებს მოამბე წარმოგიდგენთ საღამოშვიდობის. რუსეთმა აფხაზეთში დამატებითი სამხედრო ძალები შეიყვანა, ქართული მხარე რეაგირებისთვის საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს. ამ მომენტისთვის შემოყვანილი 5 ერთეული ჯავშან-მანქანა საბრძოლო, 7 ჰაუბიცა და დაახლოებით 200 მებრძოლი პირადი პერსონალი, ძირითადად ჩეჩენი ეროვნების მოქალაქეები. ჩვენი კანდიდატურა იქნება ბატონი ლევან გაჩეჩილაძე. ეროვნული საბჭო პრეზიდენტობის კანდიდატს ასახელებს, რატომ გაემიჯნა ლეიბორისტული პარტია ოპოზიციის ნაწილს. ოპოზიციის და უმრავლესობის მეორე შეხვედრა პარლამენტში, მხარეები დიალოგის კონკრეტულ შედეგს ელოდებიან. საგანგებო მდგომარეობა ძალაშია, მედია დახურულია და ხომ მივდივართ იმის გასარკვევად, საერთოდ ისთვის მოვდივართ ხოლმე აქ. არის საკითხები, რომელიც უნდა შეჯერდეს, შეთანხმდეს. უამინდობა საქართველოში, ადიდებულმა ზღვამ ადლიაში საცხოვრებელი სახლები დატბორა. რო ამოარდა ზღვამ თლად ფანჯრები დალეცა, ყველაფერი შემოარღვია. ახალციხეში პირველი თოვლი მოვიდა. გლეხებს მოსავალი ასაღები დაგვრჩა. დამატებითი შეიარაღება და საჯარისო ნაწილები აფხაზეთში რუსულ მხარეს ოჩამჩირის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამხედრო ნაწილში საბრძოლო ჯავშან ტექნიკა და 200-მდე ჩეჩენი ეროვნების მებრძოლი შეხავს. პირდაპირ ნაბიჯი, რომელიც კონფლიქტის პროვოცირებას ემსახურება, ასე აფასებს ქართული მხარე აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო კონტინგენტის გაზრდას. ოფიციალური თბილისი რეაგირება საერთაშორისო ორგანიზაციების განითხოვს. 5 ტანკი T-72, 4 გრადის ტიპის დანადგარი, 4 ჯავშან ტრანსპორტიორი, 7 ჰაუბიცა. უკანონო მძიმე შეიარაღებასთან ერთად ოჩამჩირის სამხედრო ბაზაზე რუსეთმა 200 ჩეჩენი მებრძოლი დაკომპლექტებული პერსონალი შეიყვანა. ოპერატიული ინფორმაცია დავით ბაქრაძის უწყებამ დღეს საღამოს მიიღო. როგორც ჩანს, ზოგიერთებმა რუსეთის ფედერაციაში ჩათვალეს, რომ საქართველო არის დასუსტებული და რომ ამ სიტუაციაში მათ დაუდგათ საუკეთესო მომენტი, რათა რეალურად განახორციელონ ის, რისკენაც ამდენი წელია მიმართულია რუსული პოლიტიკა აფხაზეთში. მე მინდა კატეგორიულად გავაფრთხილო ყველა. ნებისმიერი გაზრდა რუსული სამხედრო ყოფნის აფხაზეთში არის აბსოლუტურად უკანონო და მას მოყვება ძალიან მძიმე პასუხი და მძიმე შედეგები. ქართული მხარი ცნობით ოჩამჩირის საზღვაო პორტის ტერიტორიაზე არსებული სამხედრო ბაზა რამდენიმე თვის წინ გაარემონტეს, თუმცა აფხაზური მხარე ამ ბაზის არსებობას უარყოფს. ამავე დროს ამბობს, რომ ოჩამჩირეში არც მძიმე ტექნიკა და არც დამატებით პერსონალი შეუყვანიათ. კონფლიქტის ზონაში მხოლოდ რუსი სამშვიდობოებია, სულ 3000 უნდა იყოს, თუმცა დღეს ამდენიც არ არის. ოჩამჩირეში კი პორტი იყო, სადაც საბჭოთა კავშირის დროს გემები შემოდიოდა, თუმცა საზღვაო პორტი ომის შემდეგ აღარ ფუნქციონირებს. იქ არაფერი აღარ არის, ასევე სამხედრო ბაზაც აღარ არსებობს. ყველაფრის უარყოფა შეიძლება, რუსულმა მხარემ უარყო ისიც, რომ რუსულმა თვითმფრინავმა ჩამოაგდო რამოდენიმე თვის წინ ბომბი წითელუბანში, ანუ ამ ხრივ არანაირ არგუმენტს ვერ ხედა უარყოფისას. ერთადერთი საშუალება, რითიც მათ შეუძლიათ უარყონ, არის ის, რომ მოგვცენ საშუალება დამკვირვებლებს ჩვენ და საერთაშორისო დამკვირვებლებს ნახოთ ის ადგილები, სადაც ჩვენი ინფორმაციით ეს ტექნიკა არის განლაგებული. რუსეთის მიერ ოჩამჩირეში სამხედრო ტექნიკის და პერსონალის შეყვანას პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება. ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ პროვოკაციებს ქართული მხარე არ აყვება, თუმცა დადასტურებული ინფორმაციის კიდევ ერთხელ გადასამოწმებლად დახმარებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა. კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ის ვითარება, რომელიც მისი გარკვეული სერიოზული ძალისხმევის შედეგად შეიქმნა საქართველოში. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენ ბუნებრივია არ უნდა ავყოთ არანაირ პროვოკაციას, ჩვენ მოვუხმობთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ მათაც გადაამოწმონ ის ინფორმაცია, რომელიც უტყუარია, მაგრამ ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ჩაერთოს ამ ინფორმაციის გარკვევაში, გადამოწმებაში და მსგავსი ქმედებების აღკვეთაში. ეს არ გამოვა საქართველოს აქვს იმდენი ძალა, რომ დაიცვას თავის ტერიტორია, თავის ხალხი, თავის ინტერესები. ეს არის წინასწარ განწერული გეგმა. რაც შეეხება პოლიტიკურად ამის გამართლება შეუძლებელია, რუსეთი ამას ვერ გააკეთებს და ვიმეორებ კიდევ ერთხელ. არანაირი პროვოკაციაზე საქართველო არ წამოიგება და ყველაფერს გააკეთებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე საკუთარი სცენარით. ჩვენ არა ვჩქარდებით, მაგრამ საქართველო იქნება მთლიანი და ერთიანი. ქართული მხარე კონფლიქტის ზონაში სამხედრო ტექნიკის და პერსონალის გაზრდას უკანონოდ მიიჩნევს. მიუხედავად პროვოკაციებისა, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობაზეც საუბრობენ.
უკვე 1 საათია საქართველოს პარლამენტში ოპოზიციისა და უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს. მაკა გაფრინდაშვილს ვრთავთ პირდაპირ ეთერში პარლამენტიდან საღამო მშვიდობის მაკა ხომ არ დასრულებულა შეხვედრა. საღამო მშვიდობისა შეხვედრა მცირედ მოგვიანებით დაიწყო და ჯერჯერობით არ დასრულებულა. აქ იმყოფებიან საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები, პარლამენტის თავმჯდომარესთან კაბინეტში შეიკრიბნენ გიგა ბოკერია, მაია ნადირაძე, მიხეილ მაჭავარიანი, ოპოზიციის მხრიდან კი მოვიდნენ სალომე ზურაბიშვილი, დავით უსუფაშვილი, კახა კუკავა, მრეწველების ლიდერი ზურაბ ტყემალაძე და ახალი მემარჯვენეებიდან ფიქრია ჩიხრაძე და მამუკა კაციტაძე. დავით გამყრელიძე ამ შეხვედრას არ ესწრება. ჩვენთან საუბრისას რესპუბლიკელების წარმომადგენელმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მოთხოვნები რჩება უცვლელი. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ის კომენტარს მხოლოდ პირდაპირ ეთერში აკეთებს. მოთხოვნები არ იცვლება, მოთხოვნები არ სრულდება. ახლა გვექნება საუბარი რატომ გრძელდება დევნა მომიტინგეების, ლიდერების საგანგებო მდგომარეობა ძალაშია, მედია დახურულია და ახლა მივდივართ იმის გასარკვევად, საერთოდ ისთვის მოვდივართ ხოლმე აქ. შეხვედრა ამ წუთებშიც მიმდინარეობს, როგორც ერთი ისე მეორე მხრიდან დღეს არაერთხელ გაისმა, რომ არის რამდენიმე მოთხოვნა და ამ მოთხოვნებზე პასუხს ელოდებიან საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ოპოზიციისაგან და პირიქით ოპოზიციის წარმომადგენლები მმართველი პარტიისაგან. ჩვენ ველოდებით შეხვედრის დასრულებას უახლეს ინფორმაციას პირდაპირ ეთერში მოგაწვდით. დიდი მადლობა მაკა გაფრინდაშვილი საუბრობდა პარლამენტიდან პირდაპირ ეთერში. რა იქნება დიალოგის კონკრეტული შედეგი, მოლაპარაკებები გრძელდება მეორე შეხვედრა იმავე ადგილას და იმავე დროს შედგა ოპოზიცია დღეს დილიდან მთავარ აქცენტს საგანგებო მდგომარეობის გაუქმებაზე აკეთებდა. გარკვეული მოთხოვნები აქვთ უმრავლესობის წევრებსაც, თუმცა ისინი ამ მოთხოვნებზე დილიდან არ საუბრობდნენ. საპარლამენტო უმრავლესობასთან მეორე დიალოგზე ოპოზიციური პარტიების ლიდერები ისევ პარლამენტში მიდიან. შაბათის შეხვედრის შემდეგ, რომელსაც ოპოზიციამ ერთგვარი მოთელვა უწოდა, ორივე მხარე მიცის რა საკითხებზე იქნება საუბარი. პირველ რიგში საგანგებო პირობების გაუქმების საკითხი, გარკვეულად ლიდერების ზეწოლის მოხსნის საკითხი, არჩევნების თავისუფალი და მშვიდობიან პირობების ჩატარების და მისი უზრუნველყოფის. ჩვენ ალბათ ჯერ უნდა გავარკვიოთ და გადავწყვიტოთ საგანგებო მდგომარეობის საკითხი და შევთანხმდეთ ამ თემაზე. უნდა გადავწყვიტოთ, ასე ვთქვათ, ტელევიზიების შეზღუდვებიდან განთავისუფლება, რაც გამომდინარეა საგანგებო მდგომარეობით. საგანგებო მდგომარეობის გაუქმების თაობაზე პრეზიდენტმა ისაუბრა თავის გამოსვლაში პარლამენტის თავმჯდომარემაც რამდენიმეჯერ აღნიშნა და საპარლამენტო განხილვის დროს, ამ საკითხის განხილვის დროს არაერთხელ ითქვა, რომ ვითარების სტაბილურობა მოგცემ საშუალებას, რომ დროულად მოხდეს ამ მდგომარეობის გაუქმება. ჩვენ არ ვსაუბრობთ ულტიმატუმების ენით, ჩვენი ამოცანა არის ის, რომ მიღწეული იქნას კონსენსუსი და ნაპოვნი იქნას გამოსავალი რთული ვითარებიდან, რომელშიც პოლიტიკური სპექტრი აღმოჩნდა. პირველი დიალოგი უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის 2 საათნახევარზე მეტხანს გაგრძელდა. მხარეებს ამ შეხვედრაზე კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ, მაგრამ განაცხადეს, რომ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით პოზიციების დაახლოება მოხდა. საკითხთა ნუსხა არ შეცვლილა, ჩვენ ველით კონკრეტულ პასუხებს ხელისუფლების მხრიდან. პასუხს რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციისაგან ხელისუფლებაც ელოდება, თუმცა რა თემებთან დაკავშირებით ამაზე უმრავლესობის წევრები ჯერ არ საუბრობენ. მათი მხრიდან იყო დაყენებული რამოდენიმე საკითხი, მათ შორის ის რაც თქვენ ბრძანეთ, ისევე როგორც ჩვენი მხრიდან იყო დაყენებული რამოდენიმე საკითხი. ჩვენ დღეს ველოდებით ამ ჩვენ მზათა ვართ მათ მიერ დაყენებულ საკითხებზე რომ პასუხი გავცეთ და ასევე ველოდებით რომ მათაც მოიტანონ ის პასუხები, რომელიც ჩვენ დავსვით. ჯერჯერობით ინფორმაციის თვალსაზრისით მაინც შეზღუდულები ვართ, რისი გამხელა შეგვიძლია და რისი არა. ყველა დანარჩენი მოთხოვნა რეალურად არის დიალოგის ფარგლებში, რომლის თაობაზეც კონსულტაციები აქამდეც დაწყებული იყო. ეს ეხება მაჟორიტარულ სისტემას, ეს ეხება ცენტრალურ საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესს. კონკრეტულ შედეგებს მხარეები დღევანდელი შეხვედრიდან ელოდებიან. საგანგებო მდგომარეობის გაუქმება რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები და დიალოგი ოპოზიციასთან ამ საკითხებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან დღეს მეთიუ ბრაიზა განიხილავდა. სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობა ოფიციალურ თბილისის საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას და მედიაზე შეზღუდვის მოხსნას ურჩევს. კონდოლიზა რაისის ინიციატივა ხელისუფლებას მისმა თანაშემწემ გააცნო. ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე მეთიუ ბრაიზა საქართველოს ხელისუფლებას კონდოლიზა რაისის წინადადებებს გადასცემს, რომლებიც საქართველოში არსებული დაძაბული მდგომარეობის განმუხტვას ემსახურება. ბრაიზა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა. შეხვედრა სახელმწიფო კანცელარიაში საათნახევარს გრძელდება, რომლის შემდეგ სახელმწიფო მდივნის სპეცწარმომადგენელი პრესისთვის განცხადებას აკეთებს.
ჩვენი წინადადებაა, რომ საგანგებო მდგომარეობა საქართველოში რაც შეიძლება მალე გაუქმდეს. საქართველოს ხელისუფლება გვპირდება, რომ ეს ასეც მოხდება. ის რაც თბილისში რამდენიმე დღის წინ მოხდა არის როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის პასუხისმგებლობა. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მომიტინგეთა უსაფრთხოება. ოპოზიციამ კი არ დაუშვას მოწოდებები ხელისუფლების დამხობისკენ. დღეს მთავარია შედგეს დიალოგი ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის და მოინახოს გამოსავალი საკმაოდ რთული სიტუაციიდან. ამერიკის სახელმწიფო ადმინისტრაციის ახალ წინადადებებზე საქართველოს ხელისუფლება კომენტარს აკეთებს. მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას მხარს უჭერს, თუმცა ამისათვის ქვეყანაში შესაბამისი პირობები უნდა შეიქმნას. ეს არავის არ გვიხარია, მაგრამ ისიც ძალიან კარგად გვესმის, რამხელა ძალებია მომართული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რამდენ ასე ვთქვათ რესურს ხარჯავენ იმისათვის, რომ ქვეყანაში მოხდეს დესტაბილიზაცია. ოპოზიციის წარმომადგენლების მთავარი მოთხოვნაა საგანგებო მდგომარეობის გაუქმება, პრესაზე შეზღუდვების მოხსნა და საარჩევნო კამპანიის ნორმალურ გარემოში წარმართვა. მეთიუ ბრაიზა დღეს როგორც sapparlamento ოპოზიციის, ასევე ეროვნული საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა. საქართველოს დემოკრატიული ქვეყნების, მეგობარი ქვეყნების რჩევას ანგარიში უნდა გაუწიოს. აქ არ არის მარტო ამერიკის შეერთებული შტატები, ეს პოზიცია აქ როგორც ითით იგივე ევროკავშირს, იგივე EUTOS, ყველა ევროსაბჭოს. პარლამენტმა 2 დღის წინ პრეზიდენტის მანიფესტს მხარი დაუჭირა და ქვეყანაში 15 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დღეს პარლამენტში ამბობენ, რომ ქვეყანაში სიტუაციის დაწყნარებისთანავე საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება. ეს არის ფორმალური თხოვნა, ასე ვთქვათ, გამომდინარე იქიდან, რომ საგანგებო მდგომარეობა ზოგადად, ასე ვთქვათ, განგაში სარს იწვევს დემოკრატიულ სამყაროში. დარწმუნებული ვარ, რომ საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება იმ ვადაზე უფრო ადრე, ვიდრე ეს განსაზღვრული არის დეკრეტით. მეთიუ ბრაიზა ხელისუფლებას და ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდებს. სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოში ვიზიტის შედეგებზე სამშაბათს პრესკონფერენციას გამართავს. ეთო სპეციალური წარმომადგენელი ხოსე ბორელი საქართველოს პრეზიდენტს საგანგებო ვითარების გაუქმებასა და მედიაზე შეზღუდვების მოხსნას ურჩევს. ეს წინაპირობები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის აუცილებელია, თქვა EUTOS მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ხოსე ბორელი ასევე მიესალმება პრეზიდენტის ინიციატივას ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით და დადებითად აფასებს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის დაწყებას. ეროვნულმა საბჭომ სიურპრიზი გაამხილა მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძეა. მის კანდიდატურას ამჯერად მხარს 9 პარტია უჭერს, რადგან ეროვნულ საბჭოს ლეიბორისტები ემიჯნებიან. შრომის პარტია პრეზიდენტობის კანდიდატად შალვა ნათელაშვილს ასახელებს. ლეიბორისტების ლიდერს თანხმობა ჯერ თანაპარტიელებისთვისაც არ მიუცია. ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი კი უკვე მის მთავარ მიზანზე საუბრობს. ეროვნულმა საბჭომ პრეზიდენტობის ერთიანი კანდიდატი შიდა არჩევნების გზით გამოავლინა. ლევან გაჩეჩილაძის კონკურენტი რესპუბლიკელი დავით უსუფაშვილი იყო, მაგრამ 9 პარტიისგან შემდგარმა საბჭომ მხარი ყოფილ მემარჯვენეს დაუჭირა. მოგესალმებით ყველას. დიდ მადლობას მოვახსენებ ქართულ ხალხს და გაერთიანებულ ოპოზიციას ჩემი მხარდაჭერისთვის. ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, ეს არის ჩვენი დაწყებული ბრძოლის გაგრძელება ძალადობის წინააღმდეგ, უსამართლობის წინააღმდეგ და პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ. ამჟამად უპარტიო გაჩეჩილაძე ამბობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში პოსტზე პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმებამდე დარჩება. გაჩეჩილაძე ახლა პარლამენტის წევრია, თუმცა აქტიურად პოლიტიკურ პროცესებში ირაკლი ოქრუაშვილის განცხადების შემდეგ ჩაება. არ აქვს ცუდი წარსული, არ აქვს ასე ვთქვათ უკან არაფერი მსგავსი და ყველაზე ეს ვთქვათ შემართული კაცი ხარ დღეს ჩვენ. ვიღაცა მხოლოდ აგვირჩი ვიღაცასთან, იმიტომ ყველას ერთხმად ყველა მეთხოთ ავირჩიეთ ადამიანებს ესე რომ რატომ იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ვფიქრობთ რომ ყველაზე მეტი შანსი აქვს გამარჯვების. ეროვნულმა საბჭომ დღეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურად დაასახელა. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი წუხს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება კონსტიტუციის მიხედვით არ აქვს. მე ვიქნები კანდიდატურა პრემიერ-მინისტრი ამ საბჭოსი და ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა თვითონაც უნდა დაასახელოს, ვინ იქნება მისი ტანდემი და ვინ იქნება მისი გუნდი. პრეზიდენტ გრეჩიხას უფრო პრემიერად მოუხდებოდა პადოშა ალბათ. მაგრამ ნუ გადაწყვეტილება სხვაგვარია მოიხსენებათ და მათ აღქომას სიტუაციის ვეთანხმები, რომ ხუთში ნამდვილად რეფერენდუმი ეს ტიპის არჩევანია ხალხს გასაკეთებელი. ოღონდ იმ თვალსაზრისით ვინ უნდათ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თუ გრეჩიხა, პადოშა, დელფინა, კოკო, შალიკო და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა ბადრია მათ სათავეში, უკაცრავად არკადი შალოვიჩ პატარგაციშვილი.
გივი თარგამაძე მიიჩნევს, რომ გაჩეჩილაძე მანამ დარჩება ოპოზიციის კანდიდატად, სანამ წინა საარჩევნო კამპანიაში ბადრი პატარკაციშვილი ჩაებმება. მთელი არსი მისი პოლიტიკური გამოცოცხლების და გამოჩენის მდგომარეობდა იმაში, რომ ბიზნესმენი გრეჩიხას ჩაუვარდა მურაბის ბიზნესი და ბანკის მიმართ დაუგროვდა 2 მილიონიანი ვალი. ამიტომ მე გარკვეული ეჭვი მაინც მაქვს, რომ ძალიან მალე რაღაც ეტაპზე არკადე შალოვიჩ პატარკაციშვილი მას ამ ვალს დაუფარავს და ალბათ რაღაცა ფულს სახარჯოთაც მიაწვდის და ამის შემდეგ კმაყოფილი პენსიონერი გრეჩიხა მოხსნის თავის კანდიდატურას და არკადე შალოვიჩი დარჩება, ასე ვთქვათ, ერთადერთ კანდიდატად, მეტნაკლებად, იმიტომ რომ სხვაები მაინც იქნებიან, როგორც ჩანს და ამ გზით გადალახავს შიგნით ამ ოპოზიციურ საბჭოში არსებულ უთანხმოებებს მის კანდიდატურასთან დაკავშირებით. ეროვნულმა საბჭომ ერთიანი კანდიდატი ლეიბორისტული პარტიის გარეშე დაასახელა. საბჭოსგან დამოუკიდებლად ლეიბორისტებმა პრეზიდენტის პოსტზე შალვა ნათელაშვილს დაუჭირეს მხარი. ეროვნული საბჭო ლეიბორისტებს ღალატში ადანაშაულებს. ბატონი შალვა და ლეიბორისტული პარტია გაემიჯნა ქართველ ხალხს და საერთო სახალხო მოძრაობას მის ეროვნულ საბჭოს ეს დააზარალებს მხოლოდ შალვა ნათელაშვილს და ლეიბორისტულ პარტიას. ქართველ ხალხს და საერთო სახალხო მოძრაობას მის ხალიც არ მოაკლდება ამ გადაწყვეტილების შედეგად. ერთადერთი რეალური ძალა იმისთვის, რომ გაიმარჯვოს საპარლამენტო არჩევნებში, ის არის ეროვნული ცნობიერებით აღზრდილი ქართველი ადამიანი, ის ყოველთვის იდგა თავისი ხალხის გვერდზე, თავის თანამებრძოლებთან ერთად და ჩვენ ღრმად გვწამს, რომ შალვა ნათელაშვილთან ერთად ლეიბორისტული პარტია მთლიანად და ლეიბორისტულ პარტიასთან ერთად მთელი ქართველი ხალხი მას დაუჭერს მხარს და ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ. საპრეზიდენტო კანდიდატები ოპოზიციიდან განაცხადს თესკოში საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ შეიტანენ. მემარჯვენეების ლიდერს დავით გამყრელიძეს და ეროვნული საბჭოს კანდიდატს ლევან გაჩეჩილაძეს არჩევნებში მონაწილეობას არც კონსტიტუცია და არც კანონი უკრძალავს. არჩევნებში მონაწილეობის სრული უფლება აქვს ლეიბორისტების ლიდერს და ბადრი პატარკაციშვილს, რადგან ეჭვმიტანელისა და ძებნილის სტატუსი ამ შემთხვევაში ხელისშემშლელი ფაქტორი არ არის. რა პროცედურები უნდა გაიარონ პრეზიდენტობის მსურველმა კანდიდატებმა? ცესკო რეგისტრაციას 26 ნოემბრიდან იწყებს. ბადრი პატარკაციშვილი 52 წლის დაიბადა საქართველოში და ცხოვრობდა ქვეყნის ტერიტორიაზე 20 წელზე მეტხანს. ამჟამად საქართველოში არ იმყოფება. ეჭვმიტანილია სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მცდელობაში. ბოლო 2 პუნქტის მიუხედავად ბადრი პატარკაციშვილს უფლება აქვს კენჭი იყაროს საქართველოს პრეზიდენტად. ამ უფლებას მას საქართველოს კონსტიტუცია და კანონი აძლევს. 35 წლის ასაკის ადამიანს, რომელიც დაბადებით საქართველოს მოქალაქეა და ქვეყანაში მინიმუმ 15 წელია ცხოვრობს, პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირება შეუძლია. ეჭვმიტანილისა და ძებნილის სტატუსი არჩევნებში მონაწილეობას ხელს არ უშლის. კანდიდატად მონაწილეობის უფლებას უგზავნოს იმ ადამიანებს, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებით ჯავრდებულნი არიან მოგებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. სხვა ადამიანებს, ვინც თქვა წინასწარ გამოძიებაში არის, ან ვინც ეჭვმიტანილად ცნობილი, მათ აქვთ კანდიდატად მონაწილეობის უფლება ნებისმიერ დონის არჩევნებში. პატარკაციშვილი ჯერჯერობით მსჯავრდებული არ არის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის პასიურ საარჩევნო უფლებას ინარჩუნებს. ეს უფლება ვრცელდება მოწმის სტატუსით დასაკითხ შალვა ნათელაშვილზეც. იმ შემთხვევაში, თუ საჭირო პროცედურებს დროულად გაივლიან, ცენტრალური საარჩევნო კომისია მათ პრეზიდენტობის კანდიდატებად დაარეგისტრირებს. 40 დღით ადრე უნდა იქნას შეტანილი შესაბამისი განცხადება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ეს არის ის, რომ 10 დღის განმავლობაში ამის შემდეგ უნდა იქნას შეგროვებული მხარდამჭერთა ხელმოწერები და შემდეგ უნდა აწარმოოს საარჩევნო კამპანია. საინტერესოა ისიც, რომ რეგისტრაციის გავლა კანდიდატს საქართველოში ჩამოუსვლელადაც შეუძლია. არც განაცხადის პირადად შეტანა და არც საარჩევნო კომისიაში გამოცხადება აუცილებელი არ არის. თუ რომელიმე პარტია ან არანაკლებ 5 ამორჩევლის შემდგარი საინიციატივო ჯგუფი წარადგენს იმ დოკუმენტაციას, რომელიც საჭიროა საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით, ცენტრალურ საარჩევნო კომისია მას გაატარებს რეგისტრაცია. შესაბამისად, ასაკი რომ ხელს უწყობდეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ირაკლი ოქრუაშვილსაც ექნებოდა. თუმცა ყოფილი თავდაცვის მინისტრი 2008 წლის იანვრისთვის 35 წლის არ იქნება. რაც შეეხება ოპოზიციის სხვა კანდიდატებს დავით გამყრელიძესა და ლევან გაჩეჩილაძეს, მათ არჩევნებში მონაწილეობას არც კონსტიტუცია და არც კანონი არ უკრძალავს. უნდა იყოს 35 წლის ზევით, უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე რა თქმა უნდა ცხოვრობდეს 15 წლის განმავლობაში ჯამში უნდა კონდეს ნაცხოვრები საქართველოში და ბოლო 2 წლის განმავლობაში უნდა იყოს ან საქართველოში
უწყვეტად. თუ არჩევნები 5 იანვარს ჩატარდა, კანდიდატების რეგისტრაცია 26 ნოემბრისთვის უნდა დაიწყოს. ყველა აუცილებელი დოკუმენტის შესაკრებად მათ 15 დღე ექნებათ. ადონდელ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ახალი მემარჯვენეების საგანგებო განცხადებას აკეთებენ ფიქრია ჩიხრაძის თქმით, ხელისუფლება საბაბს ეძებს, რათა საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდეს და საპრეზიდენტო არჩევნები გადაიდოს. მისივე თქმით, ახალი მემარჯვენეები მზად არიან არჩევნების გით პრეზიდენტს დაუპირისპირდნენ. მემარჯვენეების განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობა უსაფუძვლოდ მიიჩნევს. ჩვენ ხელისუფლება ეძებს საბაბს, გამომდინარე იქედან, რომ მას კიდევ მეორე გაცნობიერებული აქვს 5 იანვარს ჩასატარებელი არჩევნების შედეგი წინასწარ ეძებს საბაბს იმისათვის, რომ როგორმე გაახანგრძლივოს საგანგებო მდგომარეობა და საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების შემთხვევაში საერთოდ ამ სიტუაციის არასტაბილური გზით განვითარების შემთხვევაში, რაიმე ამგვარი პრეცედენტის შექმნის შემთხვევაში საქართველოში საერთოდ გადადონ ადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. ეს სრული სისულელეა, არ ვიცი, ამას კომენტარის გაკეთება მიჭირს, იმიტომ რომ არ შეიძლება რამე სიმართლისგან ესეთი მაშურებული იყოს, როგორც ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება. ეს არის სრული სიცრუე. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საკვირაო ქადაგების მთავარი თემა ბოლო დღეებში ქვეყანაში განვითარებული მოვლენები იყო. პრეზიდენტმა უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც რიგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა, რამაც ხელი შეუწყო სიტუაციის განმუხტვას. ყოველივე ამან კი დადებითი შედეგი მოიტანა. დაიწყო მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და ორივე მხარემ გამოთქვა სურვილი დიალოგის დაწყებამდე საპატრიარქოში გამოცხადებულიყვნენ და კურთხევა მიეღოთ. ამბობს ილია მეორე. ამ უმძიმეს დღეებში საქართველოს ეკლესიამ კიდევ ერთხელ ვიჩვენა, რამდენად ძლიერია სულიერად იგი და ყველაფერი გააკეთა, რომ დაპირისპირება ბრძოლაში არ გადაზრდილიყო და მადლობა ღმერთს, რომ საქართველო გადარჩა და საქართველომ გაიმარჯვა. ჩვენმა პრეზიდენტმა გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი და მე ვიტყოდი გენიალური ნაბიჯები აი ამ განმუხტვისათვის და ამან ყველაფერმა იქონია თავისი შედეგი, კეთილი შედეგი. საქართველოს რუსული თოქ-შოუების მთავარ თემად იქცა რუსი პოლიტიკოსები უნდა დაფიქრდნენ მხარი დაუჭირონ თუ არა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ასეთი აგრესიული განცხადებების პარალელურად რუსულ არხებზე აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მოწოდებები ისმის. ვლადიმერ სალავიოვის თოქ-შოუში კონსტანტინ ზატულინის, დიმიტრი რაგოზინის და კრემლის პოლიტიკის სხვა მხარდამჭერების საწინააღმდეგო აზრი არ გაჟღერებულა. რუსულ ტელეარხებზე ანტიქართული ისტერია და საინფორმაციო ომის ახალი ტალღა დაიწყო. კრემლის მთავარი მესიჯი აღიარონ აფხაზეთის სუვერენიტეტი მოსკოვის მერმა გაახმოვანა. იგივე მოწოდებით გამოდის პუტინის მთავარი დასაყრდენი ძალის, ეძინაია რუსეთის ერთ-ერთი ლიდერიც. ისტორიულადაც და ხალხის ნებითაც, რომელიც ყველაფერზე მაღლა დგას, აფხაზეთის სუვერენული რესპუბლიკაა. მე ვფიქრობ, რომ რუსეთის უმაღლესმა ხელისუფლებამ უნდა გადადგას გაბედული ნაბიჯი ამ საკითხთან მიმართებაში და უნდა აღიაროს აფხაზეთის სუვერენიტეტი. Советский Союз может распасться. თუკი საბჭოთა კავშირის დაშლისას საქართველოს ერთ-ერთი პიონერი იყო, ვინც დამოუკიდებლობა მოიპოვა და ჩამოყალიბდა როგორც სახელმწიფო, მაშინ ვინმე მახსნას ის ფაქტორი, რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას და სუვერენიტეტს. როგორცაც ჩანს, დაგეგმილი ჰქონდათ, რომ აქ მართლაც მოხდებოდა ის, რაც მათ უნდათ. პირდაპირ დაგეგმილი ჰქონდათ გარკვეული კონფერენცია და ჩაატარეს ეს კონფერენცია გუშინ წინ და გუშინ. ეს იყო ლუშკოვისა და ზატულინის ხელმძღვანელობით, რომელიც პირდაპირ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის რუსეთის მხრიდან დამოუკიდებლობის აღიარებას ეხებოდა. სათათბიროს გავლენიანი დეპუტატები და პოლიტოლოგები რუსულ თოქ-შოუში ვასპრესნი ვეჩერ კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. მთავარი თემა საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებია. სტუმრების რანგიდან გამომდინარე კი გადაცემა კრემლის ოფიციალურ პოლიტიკას ახმოვანებს. სტუდიაში განსხვავებული აზრი არ ისმის.
Мы должны действовать так же, как действовали русские цари, русские политики. იმ დრომდე სანამ საქართველო თავის პოლიტიკურ მოვლენებს თვითონ არ გეგმავს და ის იგეგმება რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილ ქვეყნებში, ჩვენ უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც ჩვენი მეფეები ძველ დროს იქცეოდნენ. მაშინ, როდესაც თურქეთს ჰქონდა ინტერესები ბალკანეთში, რუსეთი ღიად კი არ იბრძოდა თურქეთის წინააღმდეგ. არამედ თავისუფლების მოყვარე ბალკანელ ხალხს იარაღით, ფულით და მორალურად ედგა მხარში. ასე უნდა გავაკეთოთ ახლაც, რომ რუსეთის იმ მოქალაქეებმა, ვინც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ცხოვრობენ, თავი დაცულად იგრძნონ და იცოდნენ, რომ რუსეთი მათ გვერდითაა. რუსული კაპიტალი და პრორუსული ძალების საქართველოში გადაცემის კიდევ ერთი მთავარი თემა იყო. რუსი პოლიტიკოსები წინასაარჩევნოდ საქართველოში პრორუსული ძალების დასუსტების გამო უკმაყოფილებას არ მალავენ. სააკაშვილმა არჩევნების თარიღი დანიშნა მაშინ, როცა ოპოზიცია ვერ მოასწრებს ერთიანი კანდიდატის წამოყენებას. ოპოზიციის ლიდერთა ნაწილი და პრორუსული ძალები ახლა ან ციხეში იმყოფებიან, ან ემიგრაციაში, მათ შორის რუსეთშიც. ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი შალვა ნათელაშვილი ჯაშუშად გამოაცხადეს, მთავარი ფინანსისტი კი კრიმინალად. ჩვენ ვერ ვისწავლეთ გამოვიყენოთ ბერკეტად დიასპორაზე ზემოქმედება იმ ქართველებზე, ვინც აქ ცხოვრობს. მთელი რესურსები საქართველოში ხომ რუსულია, ენერგეტიკა, გაზი, ნავთობი და ბადე პატარკასიშვილის ფულიც ხომ რუსულია. ლაპარაკი იმაზე, რომ კერძო კაპიტალი გამოვიყენოთ სახელმწიფოს დესტაბილიზაციისათვის, ხო? ეს არაეთიკურია და თან უგუნურია. კერძო კაპიტალია, ის პოლიტიკაში არ უნდა ერეოდეს ესე ჯიქურ და ესე დათვივით, როგორც ამას რუსეთი აკეთებს. რუსი პოლიტიკოსების შეფასებებს გადაცემის წამყვანის პათოსი და ტენდენციურობა არ ჩამოუვარდება. ვლადიმერ სალავიოვი საკუთარ შეფასებებს ღიად გამოთქვამს და დიალოგის საჭირო მიმართულებით მიყავს. Грузия стала абсолютно банановой республикой. ჩვენ ვაკვირდებით, როგორ იქცევა საქართველო ბანანის რესპუბლიკად, მაგრამ სააკაშვილიც და მისი ოპოზიციაც ყველა ერთად რუსეთის წინააღმდეგია. ქართველი პოლიტოლოგები რუსულ არხებზე გაკეთებულ აგრესიულ განცხადებებს ორივე ქვეყანაში მოახლოებული არჩევნებით ხსნიან. ჩვენ ვიყოფებით რუსეთთან გამოუცხადებელი ომის მდგომარეობაში, თანამედროვე ომის, რომელშიც ასე ვთქვათ, ტანკები და დროშები კი არ მოქმედებენ პირდაპირ, არამედ სხვისი ხელით, სხვისი ფულით, ტელევიზიებით და ასე შემდეგ. რუსეთის საელჩოს თანამშრომლების საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ვოლკინი და მრჩეველი სოლმატიანი დღეს საქართველოს ტოვებენ. ქართულმა მხარემ ისინი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. მესამე მდივანი კურენკოვი საქართველოსდან უფრო ადრე წავიდა. მათი პერსონა ნონ გრატად გამოცხადება მას შემდეგ მოხდა, რაც ქართველი ოპოზიციონერებისა და რუსეთის საელჩოს თანამშრომლების სატელეფონო ფარული საუბრები გამოქვეყნდა. სატელეფონო საუბარი მგონი დიდ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. ყველა ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენელი ხვდება და ესაუბრება ოპოზიციას. მაგალითისთვის, თუ ავიღებთ მეთიუ ბრაიზას, რომელიც საქართველოში საკმაოდ ხშირად ჩამოდის, ისიც ხშირად ხვდება და ესაუბრება ოპოზიციის წარმომადგენლებს. 7 ნოემბერს მიტინგის დაშლის დროს დაშავებულთაგან ამ დროისთვის საავადმყოფოებში 8 ადამიანი რჩება. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით ისინი კვლავ სტაციონარულ მკურნალობას გადიან. მათგან ერთი პოლიციის თანამშრომელია. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით მათი მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია და ისინი კლინიკებიდან რამდენიმე დღეში გაეწერებიან. ესენიც რამოდენიმე დღეში გაეწერებიან უკვე. ანუ სერიოზული არაფერი არ არის. სერიოზული არ არის, ერთი ავადმყოფი იყო შედარებით აზიანებული, რომლის მდგომარეობას დღეს უკვე დამაკმაყოფილებელი. მიხეილ სააკაშვილი დღეს 51 საჯარო სკოლაში პედაგოგებს შეხვდა. პრეზიდენტი მასწავლებლებს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა. შეხვედრას ესწრებოდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ლომაიაც. შეხვედრაზე განათლების რეფორმის მიმდინარეობაც განიხილეს. პრეზიდენტის განცხადებით, დეკემბრიდან პედაგოგების მინიმალური ხელფასი 200 ლარი იქნება. პედაგოგებთან შეხვედრა არც ახალი რამ არის და არც უჩვეულო და ასევე მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო რამეა, რასაც ჩემ გრაფიკში ყოველთვის უჭირავს ადგილი. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჩემი პრეზიდენტობის შედეგად თავარი ამბიცია, რომელიც მე მაქვს და ადრეც მithქვავს და მინდა გავიმეორო, არის ის, რომ საქართველოს ვაქციო ცოდნაზე დაფუძნებულ საზოგადოებად, საქართველოს ვაქციო სანიმუშო ქვეყნად ცოდნის და ხალხის კვალიფიკაციის განათლების და განათლებული ადამიანების დაფასების კუთხით. პრეზიდენტის სრულ ვიდეო ჩანაწერს ინტერვიუსი ჩვენ გადაცემა დღის კომენტარის შემდეგ შემოგთავაზებთ.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ლომაია წალკის მეორე საჯარო სკოლაში რაიონის პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრაზე რაიონისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. მინისტრმა პედაგოგების მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხა. შეხვედრას რაიონის 250 მასწავლებელი დაესწრო. შეხვედრის დასასრულს მინისტრმა პედაგოგებს სამინისტროს მიერ გამოცემული სხვადასხვა პუბლიკაცია არაქართულენოვანი სკოლის ქართული ენის პედაგოგებისთვის განკუთვნილი დამხმარე ლიტერატურა და საკანცელარიო ნივთები გადასცა. წალკაში სტუმრობისას მინისტრი ქართული ენის სწავლების პროგრამასაც პრობლემები არის ასევე სოციალური, თქვათ, მოხდება თუ არა მასშტაბური სოციალური დაცვა და ამის შესახებაც იყო გარკვეული გეგმები წარმოდგენილი და რა თქმა უნდა მე ვსაუბრობდი უკვე სასწავლო გეგმებზე, რა არის ახალი ამ სასწავლო გეგმებში და როგორ უნდა დაინერგოს. აქ იყო სახელმძღვანელოების პრობლემები, აქ იყო ეროვნული სასწავლო გეგმებთან დაკავშირებული საკითხები, ვაუჩერთან დაკავშირებული საკითხები იყო. ასე რომ რაც გვაინტერესებს პედაგოგებს აი ამ საკითხებთან დაკავშირებით. შავდა აზოვის ზღვებს ძლიერი შტორმი დაატყდა თავს სტიქიის შედეგად 5 სატვირთო გემი ჩაიძირა. ბოლო მონაცემებით მსხვერპლის რიცხვი 5-მდე გაიზარდა. 20 ადამიანის ბედი კი ამ დრომდე გაურკვეველია. ქერჩის სრუტე ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა. წყალში 4000-მდე ტონა მაზუთი ჩაიღვარა. აზოვისა და შავ ზღვებში ამ წუთებში ისევ ძლიერი შტორმი მძვინვარებს. ქარის სიჩქარე საათში 130 კილომეტრს აღწევს. ტალღების სიმაღლე კი 5 მეტრს აღემატება. ამინდის გაუარესების გამო სამძებრო სამაშველო სამუშაოები დროებით შეჩერებულია. ამ დრომდე ნაპირზე 5 ცხედარის გამოტანა მოხერხდა. უამინდობის მიუხედავად მაშველები გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. დღეს დილიდან სამაშველო სამუშაოებში 3 ვერტმფრენი ჩაერთო. სამწუხაროდ ცოცხლად გადარჩენილთა პოვნის იმედი თითქმის აღარ არის. ციკლონმა ზღვებს გუშინ გადაუარა. 7-ბალიანი შტორმის შედეგად ქერჩის სრუტეში 4 სატვირთო გემი და ტანკერი ჩაიძირა. ათობით გემი კი უზარმაზარმა ტალღებმა ნაპირზე გამორიყა. სევასტოპოლთან ქართული დროშის ქვეშ მცურავმა სატვირთო გემმა განიცადა კატასტროფა. მას მარიუპოლიდან ტარტას პორტში ლითონი გადაჰქონდა. გემი ბათუმის პორტზე იყო მიწერილი. ეკიპაჟის 15 წევრის ბედი ამ დრომდე გაურკვეველია. ჩვენი უპირველესი მიზანია გაუჩინარებული მეზღვაურები ვიპოვოთ. შემდეგ კი უკვე ზღვაში ჩაღრული ნავთობის ლაქებს უნდა მივხედოთ. ძლიერმა ტალღებმა გუშინ ნავთობპროდუქტებით დატვირთული ტანკერის შუაში გახლიჩა. წყალში 2000 ტონამდე მაზუთი და 5000 ტონა გოგირდი ჩაიღვარა. დინებას დაბინძურებული წყალი უკრაინის სანაპიროებისკენ მიაქვს. სპეციალისტების აზრით საქართველოს სანაპირო ზოლს საფრთხე არ ემუქრება. თვითონ მაზუთი არის ესეთი ტვირთი, რომელიც ესეთი ცივი ამინდის პირობებში განიცდის ემულგაციას, ის ასე ვთქვათ ფრაქციებად იძიება ფსკერზე და პრაქტიკულად არ არის საშუალება რომ გამოირიყოს საქართველოს ტერიტორიისკენ, ასე რომ საქართველოს არ ემუქრება არანაირი ეკოლოგიური საფრთხე. უკრაინის სანაპიროზე ძლიერი ქარი ამოვარდა. აზოვის ზღვის სანაპირო დატბორილია. შტორმმა ყირიმში საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. მეტეოროლოგების პროგნოზით უამინდობა რუსეთისა და უკრაინის სანაპიროებზე 2 დღეს გაგრძელდება. კოლოჩევის რაიონში კი გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებულმა ზღვამ ადლიის სანაპირო ზოლში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დააზიანა. 5-მდე ოჯახი ამ დროისთვის ღია ცის ქვეშ რჩება. ბოლო 4 წლის განმავლობაში სტიქია ამ სანაპიროზე 20 ოჯახი დააზარალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო დაზარალებულებს საცხოვრებელი ბინების დაკმაყოფილებას პირდება. რო ამოვარდა ზღვამ თლად ფანჯრები დალეცა, ყველაფერი შემოარღვია და ბაღანა იწვა იმ ოთახში და რძალი. რომ აიღე ის ბაღანა მეგონა წელი მოვტეხე ბაღანას მეთქი იმ ხალა გავიქნია ბაღანა. თორად ალბათ ეხჩობოდა. სტიქია აჭარაში გადაუღებელ წვიმებს მოყვა. ადლიის სანაპიროზე ადიდებულმა ზღვამ 7 მეტრის მანძილზე საცხოვრებელი სახლები მთლიანად დააზიანა და გაანადგურა. შენობების ნაწილი კი რაც სტიქიას გადაურჩა, საცხოვრებლად უვარგისია. მოსახლეობა ღია ცის ქვეშ დარჩა. პირველი დარტყმის შედეგად მთლიანი საცხოვრებელი ბინა გაანადგურა. იმ მომენტებში მივყოფებოდი ერთ ოთახში აქანე და უსებ გამევედი და ვდგავართ იმის მერე ქუჩაში ახლა. ამდენი ბავშვი და 10 ბავშვი სკოლაში არ დადის ის გამო რომ არ არის გზა და საშიშროებას ხომ ხედავთ როგორ საშიშროებაა ბავშვები დაიხჩებიან ზღვაში. გზა არაა და ალბათ არც გაუშვებთ სკოლაში. დანგრეული სახლების შეკეთებას აღარ ექვემდებარება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, სწორედ ამიტომ სანაპირო ზოლიდან მოსახლეობის გასახლება და მათი საცხოვრებელი ფართები დაკმაყოფილება უნდა მოხდეს. თანხაზე არ არის საუბარი, აქ არის საცხოვრებელ ფართებზე უკვე საუბარი და
და აქ რო ჩვენ კომპენსაციები გავცეთ, რეალურად ეს უფრო ნაკლები შედეგის მომცემი იქნება, ვიდრე საცხოვრებელი ფართი, რომ ერთხელ და სამუდამოდ საბოლოოდ გადაწყდეს ამ ადამიანების ბედი და გავიდნენ აი ამ აღნიშნული ზოლიდან. უკვე მეოთხე წელია ადლიის სანაპიროზე სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლები ინგრევა. ეს ოჯახები ყოფილი სამხედრო ნაწილის შენობაში წელს მას მერე შესახლებდნენ, რაც ზღვამ მათი საცხოვრებელი სახლები დაანგრია. დღეს სტიქიის შედეგად მათ დროებით თავშესაფარიც დაენგრათ. სანაპირო ზოლიდან მოსახლეობის გასახლება უახლოეს დღეებში დაიწყება. გაზაფხულზე დაწყებული ნაპირსამაგრის სამუშაოები კი წელსაც გაგრძელდება. კალენდარზე ჯერ ისევ შემოდგომაა, თუმცა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში უკვე პირველი თოვლი მოვიდა. ზემო იმერეთში, სვანეთში, რაჭასა და ლეჩხუმში თოვლის საფარი რამდენიმე სანტიმეტრს აღწევს. დილიდან თოვს სამცხე-ჯავახეთში, სადაც მოსახლეობა ნაადრევი ზამთრისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა. დღეს ახალციხეში დილიდან თოვს. ჰაერის ტემპერატურა დაეცა და თოვლის საფარმა 5 სანტიმეტრს გადააჭარბა. პირველი თოვლი ყველაზე მეტად ახალგაზრდებსა და ბავშვებს გაუხარდათ. ძალიან კარგია თოვლი, მაგრამ ძალიან ცივა ეგ არის ერთი ბატონება. გამოცოცხლა ცოტა უნივერსიტეტი. და რა ვიცი, მაგრად გვიხარია და წეგამდე ყოფილიყავით, ძალიან ბევრი ხალხი იყო რაღაცა და გუნდა აუდიტი და უფრო რომ მოთოს უფრო მაგრად მე უფრო კარგი იქნება და ბევრი ხალხი იქნებით ხოლმე. მოსახლეობა ნაადრევად დამდგარი ზამთრისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა. მათი თქმით, 100 ადრე თოვლი ახალციხეში ჯერ არ ახსოვთ. ნოემბერში თოვლი იყო ხოლმე. არასოდეს აი თითქოს წამოთოვდა პირველი თოვლი და მე აიღებდა და კიდე, მაგრამ არ უჩანს პირი ასეთ რაღაცას. არა ვარ ზუსტად რა თქმა უნდა. ეს ერთეულებრივ ვარ და ერთეულებრივ ვარენ ეს არ ნიშნავს ბევრად. დილიდან ქალაქში მანქანები შეფერხებით მოძრაობდნენ. გზის გაწმენდა დროულად ვერ მოხერხდა მაღალმთიან სოფლებში, თუმცა რამდენიმე საათში სპეციალური ტექნიკით გზის გაწმენდა დაიწყო. სოფელში გვიჭერს მოძრაობა. იმდენად ხალხიც არ დადის, არ არის. ზავრები არ არის. ზავრები არ არიან, ნაკლებად. თოვლია, დიდი თოვლია და თოვლის გამო არ არის. მუშაობენ გარკვეული ჯგუფები თუ აღნიშნული მონაკვეთ რომელიმე დაიგეტება, არის ტექნიკა, რომელიც თქვათ უზრუნველყოფს მის გასუფთავებას და მოძრაობის აღდგენას. სინოპტიკოსების თქმით, უახლოეს დღეებში რეგიონში ისევ დათბება და თოვა შეწყდება, მაგრამ დეკემბრიდან საქართველოს ყველაზე სუსხიან რეგიონში ზამთარი იწყება და ყველაზე დიდხანს 6 თვეს გრძელდება. სასჯელ აღსრულების სისტემის თანამშრომლებისთვის გადამზადების ახალი ეტაპი დაიწყო იუსტიციის სამინისტროში. დღეს ახალი სასწავლო პროგრამა პროექტის დამფინანსებელი დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნეს. სასჯელ აღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრმა, რომელიც 2 წელია ფუნქციონირებს, უკვე 1000-მდე თანამშრომელი გადაამზადა. პროგრამის ახალი ეტაპი, როგორც იუსტიციის სამინისტროში ამბობენ, უფრო სრულყოფილი იქნება. თეორიულ და პრაქტიკულ ტრეინინგს სისტემაში მომუშავე ყველა ოფიცერი და თანამშრომელი გაივლის. ჩვენ უახლოეს პერიოდში ხსნით ამ სასწავლო ცენტრს, რომელიც იქნება ბაზირებული რუსთავის გზატკეცილზე. იქ იქნება ყველანაირი შესაძლებლობა, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მეცადინეობებისთვის და უახლოეს პერიოდში მოგიწევთ ამ გახსნაზეც რამოდენიმე კვირაში და რეალურად თქვენ ნახავთ, რომ იქ არის ინფრასტრუქტურა განვითარებული, სადაც იქნება ყველანაირი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ამ სისტემაში დასაქმებულ პერსონალმა მიიღოს ყოველმხრივი განათლება, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული.